მოდი სალო, მოდი, ჩამოჯექებთ, როგორ ხარ მოყვა. რა ვიცი, არა მიშავს, როგორ ვიქნები? ამათ ხელში როგორ ვიქნები? კიდე ესენი არიან ხელისუფლებაში. აი. რა კიდე შენ ბოლო გაქვს სამთავრობის გაშვების გეგმა ბოლოს ჩამოყალიბდი? კი, სწორედ ახლა შევქმენი რიგით მე-60 საკოორდინაციო საბჭო, დავილაპარაკებთ ოპოზიცია და ალბათ დავდებთ მალე ამ მთავრობის გაშვების გეგმას. ხო, კი და რაც შეეხება ამ გეგმას, მანიფესტზე ხელის მოწერა არ დაგავიწყდეთ. ხო იცი, მაგის გარეშე გაგიჭირდება თაბასში გაშვება. ისე მიშა რა დრო გაქვს გამოვლილი? გახსოვს ის ძველი დრო? მახსოვს. შენის თუ გახსოვს კონტეინერი დრო შემოვიდი საქართველოში? მაინტერესებს გახსოვს თუ არა? მახსოვს. მე რო დამიჭირეს ეგ თუ გახსოვს? მახსოვს, კი. შიმშილობა რო დავიწყეთ ციხეში, ეგ თუ გახსოვს 55 დღემდე შიმშილე? მახსოვს. მახსოვს. უძლებთ თერმა ცივილიზმული სამყარო და ევროპამ რო თქვა რომ მიშა პოლიტპატიმარია და უნდა გაუშვა თუ ის თუ გახსოვს? კი, მახსოვს. რატო არ შემიწყალი ამ ერთი ეგ თუ გახსოვს შენ? აი ეგ მომკალი და არ მახსოვს. სკლეროზი მიშა. ხო და შენს გამო აგერო 2 თვის უკან გამოვიცი. ესაა ცხოვრება. შენ ლევან ხაბეიშვილი თუ გახსოვს? არ მახსოვს ლევან ხაბეიშვილი. ნიკანორ მელია გახსოვს? არც ნიკა მელია არ მახსოვს. თინა ბოკუჩავაც არ გახსოვს? არც თინა ბოკუჩავა არ მახსოვს. არც რომან გოცრიძე მახსოვს, არც გიგა გულავა არ მახსოვს, არც გიგა ბოკერი არ მახსოვს, არც კაკო ბობოხიძე საერთოდ არავინ არ მახსოვს. შემეშვით არავინ არ მახსოვს. ისე ჩემს მერე მარგოლაშვილი რო გახდა პრეზიდენტი, ეგ გამიკვირდა. აი მარგოლაშვილის მერე შენ რო გახდი პრეზიდენტი, ეგ უფრო გამიკვირდა. შენს მერე რო ყავილაშვილი გახდა, ეგ ძალიან გამიკვირდა. აი ყავილაშვილის მერე რო სოფო ბედიას ქმარი აირჩიეს, საერთოდ ბოლტებს შემდი რა გამეკეთებინა იმ ოთახში გამოწნეული აღარ ვიცოდი. ის თუ გახსოვს რამდენიმე გავაკეთე 2003-დან 2012 წლამდე. მახსოვს. ქვეყანა წინ რომ მიდიოდა ვითარდებოდა ბათუმის სიღნაღი ქუთაისის პარლამენტი ხო გახსოვს? მახსოვს. ერთიანი ეროვნული გამოსები კორუფციის მართლა ბოლომდე განადგურება პატრული შუქი ინფრასტრუქტურას ყველაფერი გახსოვს სალომე? მახსოვს. მე ამ ხალხს რატო არ ახსოვს? აი ესა გულძრო მიხეთქავს მე. შენის თუ გახსოვს ოცნებას მხარდამჭერი მომღერლები რო აღარ ყავდა და ევროვიზიაზე მდინარეზე რო გაუშვეს. მახსოვს, როგორ არ მახსოვს, მოვა ის კარგად იმღერა, მაგრამ 62 წელს ვინ გამარჯვენია თავში ჭკუას ერთად. კიმბერლინო თუ გახსოვს სალო? არ ვიცი ვინ არის? რას კი არის 2026-დან 2030-მდე ამერიკის ელჩი იყო. მე ზუგდიდში გადხოდა კიმბერლი ჯალაყონია გახდა და დაიწყო ცხოვრება. არ მახსოვს. ისე მიშა ახლანდელი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. 7500 ლარი პენსია არ არის ცოტა. კი, კაცო, კი. $100 არა პატარა თხა. აი. რა დღეს ჩაგდის. ისე საბაბოზე როგორ მოტეხილა? თუ ატყობ. ტელევიზიის ღამის ეთერები და შუა დღეს ამბებში გადაუყვანიათ. ისე რას დაატარებენ ამ ბერიკაც ტელევიზიიდან ტელევიზიაში დაასვენონ ცოტა. ვინმე ესმის გონია ეს. მიშა პაპას და სალომე ბაბოს სალამი. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ? რა გაყვირებს კაცო? გესმით? გვესმის. არ მიხარ და ხარ პოლიტიკაში ჭუჭუგებთ ისევ. კაცო, რით ვერ გაიგეთ? რა დროს თქვენი პოლიტიკაა? დააბერდით უკვე. შეეშვით ამ პოლიტიკას. ბიძინებარიშვილო. კარგად დაიმახსოვრე, შენი დასასრულის დასაწყისი იწყება ახლა. კი, როგორ არა 40 წელია უკვე დაწყებულია. კი, ისე ეს რა მოუშორებელი ჭირია. სალომე ბაბო, მე რას მომიშორებ? 94 წლის ვარ, ახლა ვიწყებ ცხოვრება, ჯანღოლის წავსეკაცი ვარ. ისე რით ვერ გაიგეთ? ხალხს მოუწოდვარ თორე, რო არ მოუწოდნე, ხო გადამირჩევდნენ. ეს ფრაზა ძალიან მიყვარს, ძალიან ჩემია. აბა, გააგრძელეთ თქვენ ახლა ჭუჭუკი, გააგრძელეთ და თუ დაგჭირდეთ რამე წყალი, წნევის წამალი ან ბანკომატი და პენსიის გამოტანა, შემაწუხეთ, არ მოგერიდოთ, ხო იცი? ახალგაზრდები უნდა დავეხმაროთ მოხუცებს. აბა. ისე ადექი მიშა ჩვენც გავიაროთ. მიდი შენ გაიარე, მე ვიძნები ჩემ ფიქრებში ვიქნები. წამოდი, ადექი გაშალე გაცო. ეს რა ხალხი გაცო. სიარული რომ მიდო და იმ დროს ჩამკეტეთ ორ ოთახში და ეხლა რომ მინდა რომ ვიჯდე ერთ ადგილას, მაგ დროს გინდათ გავლა რა. გამომდა ხელი, გამომდა. ხალხი ხელი წამოდი. ცოტა სახსრებში მტეხავს მიშა. ესეც რა პატარა მოუწევს.
გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.